საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში დაძაბული ვითარება იყო. ეროვნული ასამბლეა ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატის ჩამორთმევის საკითხს განიხილავდა. ფრაქცია სომხეთის დეპუტატმა ართურ სარქსიანმა მის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებისა და თავისუფლების აღკვეთის შუამდგომობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ნათელია თუ როგორ იქნება კენჭისყრა და განაცხადა, რომ ის პირადად გამოცხადდება საგამოძიებო კომიტეტში. მმართველი პარტიის დეპუტატების რეპლიკების შემდეგ ვითარება დაიძაბა და დაპირისპირება დაიწყო. არტურ სარქსიანიეტები წინში დუსეკავ. სადრუმა ეტელასო დუქარი. მარცაპელუ ჩექი კუნქიც. ადამიანის უფლებათა დამცველმა ანა ჰიდმანასიანმა მკაცრად დაგმორვა ივლის ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი და აღნიშნა, რომ პარლამენტი დემოკრატიული დისკუსიების პლატფორმა უნდა იყოს და არა ბრძოლის ველი. ადამიანის უფლებათა დამცველმა დასძინა, რომ სადეპუტატო ეთიკის საკითხების განხილველი სათანადო მექანიზმების შექმნა დღის წესრიგის აუცილებლობაა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე არსებობს. ჰაჯიევის თქმით, საზღვარზე მშვიდობა და სტაბილურობა მხარეებს შორის კი პირდაპირ შუამავლობის გარეშე დიალოგი მიმდინარეობს, რამაც ურთიერთობების სამხედრო დაპირისპირებისაგან პოლიტიკური დავის სფეროში გადაიყვანა. ამასთან ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქაღალზე მშვიდობა შესაძლებელია, ვითარება ადგილზე შეიძლება განსხვავებული იყოს. ჰაჯიევი იმეორებს აზერბაიჯანის პოზიციას, რომლის მიხედვით სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოოდ ძალაში შესვლისთვის სომხეთის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, რათა ამოღებული იქნას აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების შემცვლელი დებულებები. სომხეთი უარყოფს აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ სტეპანაკერტში გაიმართა. ილხამ ალიევმა ეს პლატფორმა სომხეთისთვის ვანდალიზმში მორიგი ბრალდებების წასაყენებლად გამოიყენა. მისი მტკიცებით სომხეთმა თითქოს და გაანადგურა ყარაბაღის ქალაქები და სოფლები, ასევე კულტურული და რელიგიური ძეგლები და მეჩეთები. აქ ჩნდება კანონიერი კითხვა, რომელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და როდის დააფიქსირეს ბაქოს მიერ გაჟღერებული ამ სავარაუდო ვანდალიზმის ფაქტები. ფაქტობრივად ოფიციალურად სრულიად საპირისპირო სურათი დაფიქსირდა. მაგალითად, Caucasus Heritage Watch-მა დააფიქსირა სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურება ყარაბაღის ტერიტორიაზე. გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული იყო სომხური ეკლესიების, მონასტრების, სასაფლაოების, ხაჩქარებისა და სხვა კულტურული ძეგლების განადგურების 75%-იანი ზრდა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის 2025 წლის ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღში სომხური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სისტემურ პოლიტიკას ატარებს. ასევე როგორც ის აკეთებს სხვა მეზობლების მიმართ, მათ შორის საქართველოს. გარდა ამისა, იუნესკოსაც გამოთქმული აქვს შეშფოთება ყარაბაღში სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ მრავალრიცხოვანი შეტყობინებების გამო. ამ კონტექსტში ილხამ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლოა და ვერანაირ სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებს. ყარაბაღი მნიშვნელოვანი დიპლომატიური შეხვედრებისა და საერთაშორისო ფორუმების ჩატარების ადგილად იქცა. ამის შესახებ ნათქვამია EU Reporter-ის სტატიაში, სადაც ქალაქი სტეპანაკერტი წარმოდგენილია იმ სახელით, რომლითაც მას აზერბაიჯანელები მოიხსენიებენ. ჩვენი საინფორმაციო სააგენტოც გამოეხმაურა იმ დღეებში სტეპანაკერტში გაჟღერებულ გზავნილებს ეწოდებული დასავლელი აზერბაიჯანელების დაბრუნების ისტორიიდან დაწყებული და მუქარებით დამთავრებული. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი EU Reporter-ის ყურადღების მიღმა დარცა. შესაბამისად, ამ ორგანიზაციას ურჩევთ გაეცნოს Human Rights Watch-ის ანგარიშებსა და სატელიტურ ფოტოებს. ამ დოკუმენტებში ნათლად არის აღნიშნული და დაფიქსირებული სტეპანაკერტსა და მის შემოგარენში მომხდარი ყველა ნგრევა და ვანდალიზმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook პოსტით განაცხადა და პირობა დადო, რომ თავად ჩაუდგება სათავეში ეჩმიածინის მისი თქმით გათავისუფლების პროცესს ანტიქრისტეს ჯგუფისგან. ყველა ამ დებატში ერთი რამ გამოიკვეთა. აბსოლუტური გაუცხოება და კავშირი სარქონა კტრიჩნერსისიანს, ვაზგენ გალსტანიანს, მიქაელ აჯაპაღიანს და კიდევ რამდენიმე პირს შორის იესოსა და მისი სწავლების მიმართ. იესოს სახლი, ადგილი, ანტიქრისტეს, დოგმატურ, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს დაკავებული და ეს ადგილი უნდა გათავისუფლდეს. მე თავად ჩაუდგები სათავეში ამ გათავისუფლებას.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაძაბულია. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება დაახლოებით 2 თვეა გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომლითაც დაკავდება ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებით. სასულიერო პირები თავის მხრივ პრემიერ-მინისტრ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას მხარდაჭერა გამოუცხადა და სომხეთის მთავრობას მიმართა პატივის ცეს რელიგიურ თავისუფლებას და თავი შეიკავოს ქმედებებისაგან, რომლებმაც შეიძლება შუღლი გაეღვიოს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია ყველა რელიგიური ლიდერისა და ინსტიტუციის დაცვის, მათი ღირსებისა და კანონიერი უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს განცხადებებისა და ქმედებებისაგან, რომლებიც შეიძლება რელიგიური ინსტიტუტების სამიზნედ ქცევად ან საზოგადოებრივი მტრობის გაღვივებად იქნას აღქმული. საბჭო ასევე მოუწოდებს პატივის ცენ კანონიერ პროცედურებს და ხელი შეუწყონ სახელმწიფო სტრუქტურებსა და რელიგიურ თემებს შორის ღია და კონსტრუქციულ დიალოგს. რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებულ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ბაქოს მოსკოვი ისე აღარ სჭირდება, როგორც ადრე. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ გაუმჯობესდა ურთიერთობები აზერბაიჯანთან, რადგან იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოიქცა რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტში, ზატულინმა უპასუხა. ახლა ჩვენი ურთიერთობების მორიგი გამწვავება მოხდა ეკატერინბურგის მოვლენების გამო. მაგრამ ეს მხოლოდ საბაბია. საბაბი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. ობიექტური მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ბაქოს რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების საჭიროება არ აქვს. მაგრამ აქვს განსაკუთრებული ურთიერთობების საჭიროება ისრაელთან, თურქეთთან და დიდ ბრიტანეთთან. აი სანამ ჩვენ საუბრობთ, მიმდინარეობს საბოლოო კონსულტაციები იმის შესახებ, თუ როგორ მოაწერენ ხელს ფაშინიანის სომხეთი და ალიევის აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას და აუცილებლად დასავლურ პლატფორმაზე. უმჯობესია აშეშვეში, რათა ტრამპი კვლავ მშვიდობის ყოფილი გახდეს და ბოლოს და ბოლოს ნობელის პრემია მიიღოს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანაკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს უმასპინძლა ბანკის პრეზიდენტ სერჰად კოკლასის ხელმძღვანელობით. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ სომხეთში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და ბიზნეს პროექტების დაფინანსების მნიშვნელობას. კოკლასმა მადლობა გადაუხადა სომხეთს შეხვედრის მასპინძლობისთვის, ხოლო ფაშინიანმა მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლად არ მოიწვია. ორგანიზაციის დირექტორის განცხადების ეს გადაწყვეტილება ბოლო 2 ათწეულის პრაქტიკიდან გადახვევა და აჩენს კითხვებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შესახებ. ოდირის შეფასებით ეს ხდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი კანონების მიღების ფონზე. საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოდირის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს, ხოლო 2021 წელი გამონაკლისი იყო. თუმცა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე ადრეც უმუშავია, მათ შორის 2017 და 2021 წლებშიც. ორგანიზაციამ მზად ყოფნას გამოთქვას მოწვევის შემთხვევაში მისია მაინც გამოაგზავნოს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩომ ხელისუფლებას დამკვირვებლების მოწვევისაკენ მოუწოდებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის ახალი ტალღა დაიწყო, რომლის მთავარ სამიზნესაც გავრცელებული ინფორმაციით ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩასული შრომითი მიგრანტები წარმოადგენენ. თუმცა პროცესი სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხო, მათ შორის სომხეთის, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის. გავრცელებული ცნობით სადეპორტაციო სიაში შეერთებული შტატებში არალეგალურად შესული სომხეთის 2808 მოქალაქეა შეყვანილი. თემაზე დეტალურ რეპორტაჟს ჩვენი კოლეგა ანა ჰარუთუნიანი შემოგთავაზებთ.
ეს ტიხუანაა, მექსიკის ქალაქი, რომელიც ამერიკის კალიფორნიის შტატს ესაზღვრება, სადაც ჩვენი ბევრი თანამემამულის თქმით, თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე სომხური საუბარი გესმის. ძირითადად ამ გზით ცდილობენ სომხები რეალობად აქციონ თავიანთი ამერიკული ოცნება. დონალდ ტრამპის მიერ იმიგრანტების მიმართ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგად სამიზნეში მოხვდნენ იმ ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებიც. დიახ, დეპორტაციის სერიოზული ტალღა დაიწყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღიდან. ძირითადი სამიზნე ჩინელებისა და ინდოელების მასაა. ისინი, როგორც ჩანს, შრომით იმიგრანტები არიან. ინდოელები მთელ მსოფლიოში შრომით მიგრანტებს წარმოადგენენ და გაძევებები მასშტაბური იყო. დეპორტაციის ქმედებები მხოლოდ საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხი არ არის. ისინი უფრო ფართო, შიდა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დღის წესრიგის ნაწილია. ტრამპს თავისი პრეზიდენტობის დროს, როგორც ჩანს, სურს აღადგინოს 18 საუკუნეში მოქმედი უცხოელი მტრების შესახებ კანონი. მას სურს თავისი ქვეყანა კრიმინალური მასისგან გაწმინდოს. დასაბუთება ანუ მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამერიკელი ექსპერტები, იურისტები საპირისპირო არგუმენტს ასახელებენ. ამბობენ, რომ სწორედ იმიგრანტები აცხადებენ დანაშაულების შესახებ, მაშინ, როდესაც ადგილობრივები ჩუმად არიან. დეპორტაციები, მათი თქმით, კი არ შეამცირებს, არამედ გაზრდის დანაშაულს. მეტიც, ადვოკატ ჰასმიკ ბაბაჯანიანის თქმით, შრომითი მიგრანტების გარეშე ეკონომიკა რისკის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან ამერიკელები ზოგიერთ სამუშაოს არ ასრულებენ. ადვოკატ არმენ თევანიანის დაკვირვებით, სამართლებრივი რისკები შეიძლება განსხვავებული იყოს. ირავაგან რისკ, აითაგონ ნებისმიერი სამართლებრივი რისკი. მათ შორის შეიძლება აღმოჩნდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილას. ეს ცალკე საიმიგრაციო ბანაკია, საკონცენტრაციო ბანაკი. იქ შეიძლება აღმოჩნდნენ, გააძევონ, დოკუმენტებში დეპორტაციის ფურცელი ჰქონდეთ. მათი ყველა დოკუმენტი, მათ შორის ის, რომ ყალბის საბუთებით შევიდნენ აშშ-ში, ეს დოკუმენტები შეიძლება მათთან ერთად გამოუგზავნონ სომხეთში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სამსახურებს. აქ კი გაასამართლონ ამ ყალბი დოკუმენტებით წასვლისთვის. სტედათ აპარტვენეთ გესპასტათ ტერეო მეგნელუ ამარ თუ პირი კრიმინალური საშიში სუბიექტია, მას უფრო მეტად პატიმრობა ემუქრება, ვიდრე გაძევება. ხოლო ისინი, ვინც საფრთხეს არ უქმნიან ქვეყანას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, უსაფრთხოებას, მაგრამ არალეგალურად არიან შესული, მათ უბრალოდ აძევებენ. სომხეთში აშშ-ის საელჩოს მონაცემებით 2024 ფისკალურ წელს სომხეთის მოქალაქეებზე გაიცა სულ 2688 ვიზა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოვიდა პირდაპირი ნათესავებისა და მრავალფეროვნების პროგრამის კატეგორიებზე. ოჯახური პრეფერენციის ფარგლებში გაიცა 392 ვიზა სხვადასხვა ნათესაურ ჯგუფში. აშშ-ის იმიგრაციის აღდგენა პანდემიის შემდეგ გრძელდება. წლის განმავლობაში გაიცა 612,000-ზე მეტი საიმიგრაციო და თითქმის 11 მილიონი არასაიმიგრაციო ვიზა. ერევანში აშშ-ის საელჩომ გასცა 5,012 საიმიგრაციო ვიზა და 26,570 არასაიმიგრაციო ვიზა. ბოლო წლებში სომხეთში მრავალფეროვნების ვიზების რიცხვი, რომელსაც ხშირად მწვანე ბარათის გათამაშებასაც უწოდებენ, მერყეობდა. რა საფუძვლებით შეიძლება მივიღოთ სამართლებრივი სტატუსის შესაძლებლობა? ბუნებრივია ქორწინების გზით, თუმცა ეს რთული პროცედურაა, მაგრამ უფრო ეთექტური ვარიანტია. ქორწინება რეალური უნდა იყოს, თუმცა იურისტი მიგითითებთ როგორ მოაწყოთ ეს. სწავლის ნებართვის შემთხვევაში, ანუ თუ დარჩენის მიზანი სწავლა, სამუშაო ნებართვა. აშშ-ი იმიგრაციის პრობლემა ბოლო წლებში როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური განხილვისა და დავების სერიოზულ თემად იქცა, რომელმაც გარკვეულწილად საზოგადოება გახლიჩა. ტრამპის ჯერ კიდევ პირველი ვადის დროს მისი ყველაზე ცნობილი ოპონენტები, ჰოლივუდის სუპერვარსკვლავები რობერტ დე ნირო, ალეკ ბოლდუინი და სხვები, ტრამპს ამერიკული სახელმწიფოს არსის შერყევაში ადანაშაულებდნენ, რადგან ამერიკა სწორედ იმიგრანტების სახელმწიფოა, რომელიც სწორედ უიმედობის გამო სამშობლოდან წამოსული და ამერიკაში ბედის მაძიებელი ადამიანების მხრებზე მივიდა ზესახელმწიფოს სტატუსამდე. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.